საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით 8 მარტს საქართველოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემონტი შეხვდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გარდა საკანონმდებლო ცვლილებისა და ანტიგენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. საიამ 2024 წელს გამოაქვეყნა კვლევა სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლის სისტემაში არაერთი გამოწვევა და სისტემური პრობლემა გამოვლინდა, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების სტატისტიკის წარმოების, ძალადობა გამოვლილი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დაცვისა და მხარდაჭერის სერვისებზე, მათ შორის თავშესაფარზე წვდომის კუთხით. როგორ ვებრძვით თუ ახალისებთ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში, თემაზე სასაუბროთ საიას ანალიტიკოსი თაზო კირტავა გვერდდება სტუდიაში და მასთან ვისაუბრებთ დილომშვიდობისა თაზო, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში რა არის მაჩვენებლები და რა შეისწავლეთ 2024 წლის განმავლობაში, როგორი იყო ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, სად ქონდა გაუმჯობესება თუ კი იყო და სად არის გაუარესებული მაჩვენებლები? მოგესალმებით. შარშან ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით არსებობდა საკმაოდ სერიოზული პრობლემა, დაწყებული როგორც საკანონმდებლო დონით, ასევე პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგის დონით, ასევე უშუალოდ შემდგომ საკანონმდებლო დონების პრაქტიკაში აღსრულების და ქალთა მიერ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის და შემდგომ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით. პირველ რიგში ყველაზე ერთ-ერთი თვალსაჩინო საკანონმდებლო პრობლემა, რაც ჰქონდა ქართულ საკანონმდებლო სივრცეს აქამდე, არის ის, რომ ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და მათ შორის გაუპატიურების განმარტება კვლავ ეფუძნება ძალადობის კომპონენტს და არა თანხმობის არარსებობის კომპონენტს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასევე პრობლემური არის კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა უწყებების ერთმანეთთან იმისთვის, რომ დროულად მოხდეს გენდერულად მოტივირებული ძალადობის ამოცნობა და გამოვლენა და ეს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უწყებები ან სისტემები დროულად ვერ ახერხებდნენ ამ გენდერულად მოტივირებული ძალადობის აღმოჩენას, სამწუხაროდ ფემიციდითაც თავდებოდა ხოლმე ამის გახმაურებული შემთხვევებიც გვახსოვს საკმაოდ მძიმე. აქ ასევე პრობლემური არის ქალთა მისაწვდომობა მართლმსაჯულებაზეც. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც უკვე ხდება გენდერულად მოტივირებული ძალადობა, სამწუხაროდ სასამართლოები კვლავ ნაკლებად სენსიტიურები არიან გენდერულად მოტივირებული ძალადობის მიმართ და ის მექანიზმები, რაც დაინერგა სასამართლო სისტემაში მსხვერპლისთვის მხარდაჭერის გასაწევად, მაგალითად კოორდინატორის ინსტიტუტი სამწუხაროდ ეფექტურად ვერ ფუნქციონირებს, რაც გარკვეულწილად რესურსების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული, ხო? საბოლოო ჯამში აი შარშანდელი სტატისტიკა, რაც ბოლოს გამოქვეყნებული სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც წინა წლის მდგომარეობას აჯამებს, არის ის, რომ 24 ფემიციდის შემთხვევა იყო 2023 წელს, 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით და ასევე ფემიციდის მცდელობის შემთხვევებსაც თუ ჩავთვლით, გამოვა, რომ ფაქტობრივად სტატისტიკურად კვირაში ერთ ქალს კლავდნენ ან ჰქონდათ მისი მკვლელობის მცდელობა, რაც საკმაოდ ძიმე მაჩვენებელია და წინა წლებში ეს მაჩვენებელი ასეთი მაღალი იყო. შესაბამისად, ეს პრობლემები, ეს გამოწვევები აი ამ გენდერულად მოტივირებული ძალადობის, ასე ვთქვათ, მართვის და პრევენციის სისტემაში იყო ის, რაზეც სახელმწიფოს განსაკუთრებით ყურადღება უნდა გაემახვილებინა საზოგადოებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის გრევიოს, ანუ დამოუკიდებელი ექსპერტთა ანგარიში, რომელიც სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციას აფასებს, იქაც ეს ბევრი პრობლემა არის ასახული და ამაზე მუშაობა უნდა გაძლიერებულიყო. თუმცა მართვის ნაწილში რა არის მთავარი ხარვეც და პრობლემა, რასაც სახელმწიფო არან ვერ აკეთებს?
თქვენ გულისხმობთ, როდესაც უკვე მოხდება გენერალურად მოტივირებული ძალადობა. ხო, აქ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გარკვეული ნაბიჯები პოზიტიური იყო გადადგმული, ჩანდა რომ მაგალითად პროკურატურა უფრო სენსიტიური გახდა გენერალურად მოტივირებული ძალადობის გამოვლენის თვალსაზრისით და შემდგომ უკვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ნაწილშიც, თუმცა სამწუხაროდ სასამართლო იყო ისევ არასენსიტიური ამ ნაწილში და ხშირად დაუსაბუთებლად მაგალითად ხდებოდა ნაკლებად ძიმე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება, მაგალითად გირაო, მაშინ როდესაც რეალურად რისკი იმისა, რომ დანაშაული შესაძლოა განმეორებულიყო ან ქალი კვლავ საფრთხის ქვეშ აღმოჩენილიყო, ეს რეალურად სასამართლოს მხრიდან ხშირ შემთხვევაში შეფასებული სათანადოდ არ იყო. ასევე პრობლემური არის ის, რომ როდესაც გენერალურად მოტივირებული ძალადობის შემდგომ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ვალდებულებებზე ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის მსხვერპლის მხარდაჭერა, მისი რეაბილიტაცია, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია თავშესაფრებს ქვეყანაში. აქაც რაღაც პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა იმ მხრივ, რომ თავშესაფარში მოსახვედრად დაზარალებული სტატუსის მიღება არ იყო აუცილებელი, რაც პროცესი ამართებდა, თუმცა თავად ამ შეზღუდული რესურსის არსებობის გამო და ტერიტორიული მისაწვდომობის ნაკლებობის გამო სამწუხაროდ ეს ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნას, რაც რეალურად არსებობს თავშესაფარზე და კრიზისულ ცენტრებზე. ასევე კრიზისული ცენტრების სერვისები არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც არის მაგალითად გრევიო სტანდარტები და თუნდაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, ასე ვთქვათ, დაუყოვნებლივ გაწეული დახმარების კუთხით ეს სტანდარტები არ იყო უზრუნველყოფილი. რამდენად არის მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ეს სერვისები და ამ ტიპის თავშესაფრები და სად არის მთავარი გამოწვევა და პრობლემა? აქ აქ პრობლემა არის ხშირად თავად რაოდენობაში აქ ანუ იმ რაოდენობაში მიღება შეუძლიათ ამ თავშესაფრებს ხშირად ეს ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას სამწუხაროდ და ასევე პრობლემა არის ისიც რომ შესაძლოა ქალები ამ თავშესაფარში რჩებიან 1 წლის განმავლობაში და შემდგომ ტოვებენ თავშესაფარს რეალურად სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს იმას რომ ეს ადამიანები ისე გააძლიეროს რომ მათ აღარ მოუწიოთ ძალადობრივ გარემოში დაბრუნება. გარკვეულწილად ხანგრძლივი გაძლიერების მექანიზმები სამწუხაროდ ჯერ კიდევ ნაკლებად არის. სტატისტიკა გვაქვს რამდენი დაბრუნდა ისევ იმ გარემოში, საიდანაც წამოვიდა თავშესაფარში, თუ აი ეს ტენდენცია როგორია, მე რა ტიპის როგორ აგრძელებენ ცხოვრებას და აი ამ ნაწილში რა არის სახელმწიფოს ჩართულობა, ან რა უნდა იყოს, რომ რეალურად ამ ყველაფერს თავი დააღწიოს. ასეთი სტატისტიკა მე არ მაქვს და სიმართლე თქვა არ ვიცი ზუსტად თუ არსებობს, საერთოდ ეს თუ არის აღრიცხული, თუმცა თავად ინტერვიუები რაც ჩვენ კვლევის პროცესში ჩავატარეთ თავად ამ თავშესაფრის თანამშრომლებთან, სოციალურ მუშაკებთან ისინი ამ პრობლემას უსვამდნენ ხაზს. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირველ რიგში გარდა დროებით ასე ვთქვათ ამ ქალების ცალკე გადაყვანის ამ თავშესაფარში უნდა მოხდეს მათი ეკონომიკური გაძლიერება, ისე რომ მათ ხშირად აი ამ ძალადობის განმაპირობებელი არის ერთ-ერთი ფაქტორი არა ერთადერთი, ეს ეკონომიკური მიჯაჭვულობა მოძალადეზე და ეს ეკონომიკური ძალადობა ეს არის თავი მხარდაჭერის მექანიზმი, რაც შეიძლება იყოს ჩადებული ამ ნაწილში, მათთვის შესწავლა, არ ვიცი, სხვადასხვა ტიპის განათლების პროგრამების შექმნა შემდგომი დასაქმების. კი, და ინდივიდუალურად ამ ადამიანების საჭიროებების და მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად შესაბამისი მხარდაჭერის გეგმის შედგენა და შემდგომ მისი განხორციელება და იმისთვის რომ ამ ადამიანებმა ხანგრძლივად შეძლონ დამოუკიდებლად ასე ვთქვათ ცხოვრება ისე რომ მოძალადეზე აღარ იყვნენ მიბმულები ეკონომიკურად ან რაიმე სხვა ფორმით. ბოლო წლების განმავლობაში რასაც ჩვენებდა პრაქტიკა ჩვენთან მიმართებით, ვინ ზრუნავდა ძირითადად ამ ტიპის პრობლემებზე, მათ შორის ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რამდენად დიდი იყო უცხოური დაფინანსების წილი ამ ნაწილში და რა პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს უახლოეს წლებში? იმ ყველაფერთან გამომდინარე, რასაც ცალსახად უნდა ითქვას, რომ ყველა ფაქტობრივად თუ რაიმე განვითარება ქონია ქართულ კანონმდებლობას, თუნდაც აი კანონმდებლობის დონეზეც რა ავიღოთ, აი ქალთა მიმართ ძალადობის და თანასწორობის კუთხით ეს იყო ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის შედეგი. და მათ შორის ამ პროცესში ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციების, თუნდაც მაგალითად ევროპის საბჭოსი ხო, იყო საკმაოდ მაღალი და აქ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და
ხელისუფლებას შორის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებაც არის სახელმწიფოს რომ ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ამ ქალთა მიმართ მხარდაჭერის კუთხით ამ პრობლემების გამოვლენის და თუნდაც ინდივიდუალურად ქალებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის კუთხით სამოქალაქო საზოგადოება მათ შორის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ყოველთვის სიტუაციის გაუმჯობესებისკენ. თუმცა სამწუხაროდ აი ახლანდელი დემოკრატიული უფლისვლის და ეს გარკვეული რაღაცნაირი საერთაშორისო იზოლაციის, საერთაშორისო სტანდარტების სრული უგულებელყოფის და სამოქალაქო საზოგადოებისადმი მტრული დამოკიდებულების ფონზე ეს ყველაფერი უკვე გაურკვეველია სად წავა და რა მიმართულებით განვითარდება. ერთადერთი რაც არის ცხადი ის რომ პროგრესი არის ცალსახად შეჩერებული და გარკვეულწილად გვაქვს უკუსვლები ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკის ჭრილში როგორია ქალთა ჩართულობა ამ ნაწილში თუ უმჯობესდება წლიდან წლამდე მდგომარეობა, რამდენად ბევრი ქალი პოლიტიკოსია ჩართული მართვის პროცესში და ამ კუთხით თუ გვაქვს გაუარესება თუ გაუმჯობესება? ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ფაქტორი იყო კვოტები, გენდერული კვოტები. აქ გაეროს ქალთა ორგანიზაციის შეფასება თუნდაც გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით იყო ასეთი რომ მართალია ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში რეგიონშიც და ევროპის სტანდარტებისთვის დაბალი იყო, თუმცა წინა წლებთან შედარებით აი ამ კვოტების მიღების შემდგომ ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად გაუმჯობესდა. შესაბამისად ეს პოზიტიური ასე ვთქვათ მაჩვენებელი შეინიშნებოდა და აი ამ კვოტების გაუქმება, რაც შარშან მოხდა ყოველგვარი და ასე ვთქვათ დასაბუთების გარეშე, რეალური არგუმენტების გარეშე იყო ერთ-ერთი ყველაზე ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უარყოფითად შეაფასა მათ შორის ვენეციის კომისიამ და მოთხოვა სახელმწიფოს, რომ გააუქმოს ეს ცვლილება, ძველი მდგომარეობა აღადგინოს ან რაიმე სხვა დროებითი ღონისძიებები მოიფიქროს ამის წასახადისად. ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე აქციების ფონზე როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება, იგივე სამართალდამცავების დამოკიდებულება ქალების მიმართ ძალიან ბევრი ძალადობის ფაქტი ვნახეთ, მათ შორის პირდაპირ ეთერის რეჟიმშიც კი ამ კუთხით როგორ აფასებს აი ამ მდგომარეობას. კი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაუარესება მდგომარეობის, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ხედავთ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერშიც ხშირად ქალთა მიმართ ფაქტობრივად გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, იმიტომ რომ ეს უხამსობა გარდა ფიზიკური ძალადობისა, რაც პირდაპირ ძალიან აშკარაა, რომ არის ძალადობის ფორმა, ეს ფაქტობრივად სექსუალური შევიწროება, რასაც პირდაპირ პოლიცია ახორციელებს, არის ცალსახად გენდერულად მოტივირებული ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. და ამას რამდენიმე შრე აქვს, ძალიან დამაზიანებელია. პირველი ბუნებრივია დამაზიანებელია უშუალოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამის უშუალო მსხვერპლები არიან, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ პოლიცია, რომლის იმედიც უნდა გქონდეს ქალს პირველ რიგში, ხო, როდესაც ის ძალადობის მსხვერპლი ხდება, თავად არის ასეთი ძალადობის განმახორციელებელი, ბუნებრივია ის ერთის მხრივ ნდობას ჩამოშლის ინსტიტუციების მხრივ, მეორეს მხრივ ახალისებს მოძალადეებს, რომ ეს ქცევა იყოს ნორმალიზებული და ეს არის თალსახად ასე ვთქვათ, ძიმე სურათი ძალიან ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ მიმართო მას დასახმარებლად და კონდეს რაიმე პოზიტიური მოლოდინები. მადლობა თაზო თქვენი დროისთვის და ანალიზისთვის. თაზო კირტავა საიას ანალიტიკოსი გსტუმრობდა საქმიანი დილის სტუდიაში.